მშვიდობისა. თქვენ უყურებთ საინფორმაციო პროგრამა ფაქტს. ახალ ამბებს, რომლებიც დღის მანძილზე გურიის რეგიონში განვითარდა, ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად თამთა დოლიძე გიამბობთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი 2012 წლის ბიუჯეტის მეორე ნახევრის მიმოხილვას და 335,500 ლარიან ცვლილებას უყარეს. აქედან თითქმის 100,000 ლარი სოციალური პაკეტის ზრდისთვის არის გათვალისწინებული. ნახეთ ნინო ვაშალომიცის სიუჟეტი. თავდაპირველად წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას უყარეს კენჭი. ბიუჯეტში დამატებით მობილიზებულმა თანხამ, რომელიც ძირითადად ჯარიმებიდან, საბანკო შემოსავლებიდან და მიწაზე ქონების გადასახადიდან შეივსო, 335,500 ლარი შეადგინა. მიღებული შემოსავლებიდან კი მთელი რიგი პროგრამები და სამსახურები დაფინანსდა. 97,000 ლარი სოციალური დახმარებებისთვის გამოიყო. დანარჩენი 200,000 ლარი კი სოცკულტურულ, სააღზრდელო, სპორტულ თუ მთელ რიგ სამსახურებს მოხმარდება. აღნიშნულ 315,500 ლარში 5,000 ლარი ადგილობრივი პოლიციის, 27,500 ლარი კი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებში აისახება. სხდომაზე მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელანა ცვალაძემ ბიუჯეტის ზრდა წინასაარჩევნო პიარ აქციად მიიჩნია. პოლიციის დაფინანსებისა და გაბერილი შტატების თემას კი კონკრეტულად შეეხო. გაჭირებულის დახმარება იგივე დაუშვათ ადამიანის დასაქმება. ეხლა ოპოზიცია მას კი არ უარყოფს და კი არა წინააღმდეგება, მაგრამ როცა ეს მიმართული ძალიან ბევრი გაჭირებული ადამიანის წერილი ვიცი, რომელიც დღემდე მწვერი ადევს იმას და არ განუხილავს და არ დაუსაქმებია. ასაქმებენ მხოლოდ იმათ, ვინც მათ აწყობთ. მოხდა თანამშრომელთა დამატება საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, იმიტომ რომ ჩვენ წელს მოვახდინეთ დამატებით 2 საბავშვო ბაღის გახსნა, სადაც დაახლოებით 25 ადამიანი დაემატა. შეიძლება მოხდა კულტურის ცენტრში თანამშრომელთა დამატება, იმიტომ რომ ჩვენ შევძელით დამატებით 2 ანსამბლი მიგვიღო ჩვენთან. ეს არის ლურჯი იალქანი და ეს არის კვარტეტი ჰარმონია. ჩვენ ვთვლით, რომ სპორტი, კულტურა, სადაც ერთად ახალგაზრდები არის ჩართული, ის მიმართულება, კომუნალური მიმართულება, საბავშვო ბაღების გაერთიანება, ახალი ბაღების გახსნა, ახალი ჯგუფების გახსნა ჩვენთვის იყო და იქნება პრიორიტეტი. ქართული ოცნების წევრმა დეპუტატმა თემურ სალუქაძემ ბიუჯეტის ზრდა და სამსახურების დაფინანსება დადებითად მიიჩნია. თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების გამოცოცხლება და საქმეების კეთება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას მიაწერა. ხდება ჩვენ რაიონის მაგალითზე რომ ვთქვა, ძალიან ბევრი სამუშაოები დაიწყენ, იმიტომ რომ არჩევნები მოდის. კარგია, ამას მივესალმები. ბიუჯეტში თანხები ჩდება, შედეგობრივი თვალსაზრისით რაც კეთდება. ყველაფერი კარგია, ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ. პირიქით, ჩვენი ამოცანაც, ქართული ოცნების და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც ის არის, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს ქვეყნისათვის, ხო? ჩვენც მივესალმებით ამას, მაგრამ ეს არ არის ამ ხელისუფლების კეთილი ნება, ეს არის მთავარი. ანუ ყველა დეპუტატს უნდა კონდეს წესით სასაუბრო თუ რაში მიიღო მონაწილეობა და მისი მონაწილეობით რა უკეთესობა შეძინა ჩვენს ქალაქსა თუ ჩვენს სოფელს. მაგრამ არიან დეპუტატები, რომლებსაც ერთი თეთრის განაწილებაში არ მიუღიათ მონაწილეობა, არიან დეპუტატები, რომელთაც საერთოდ არ დაუყენებიათ არც ერთი საკითხი, რომელიც რომელიმე შეჭირებულ ოჯახს ან პიროვნებას ეხება. მაგრამ ჩვენ დიდი უმრავლესობა ნამდვილად ორიენტირებული ვართ იქეთკენ, რომ ბიუჯეტით მოხდეს დაფინანსება სოციალური პრობლემების, მოხდეს დაფინანსება გამართული საქმიანობის. 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების 6-თვიანი გეგმა და სახელმწიფო შესყიდვებში ცვლილებების შეტანის საკითხი დეპუტატებმა სწრაფად განიხილეს. ასევე ერთი მოსმენითვე დაამტკიცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების საკითხიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე კახა ხონტმა ჟურნალისტებს ერთწლიანი მუშაობის შედეგების ანგარიში წარუდგინა. ხათუნა ჩანგსელიანი გიამბობთ. ფრაქციის თავმჯდომარის მიერ მოსახლეობის მიმართ 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის ივლისამდე მათ მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიშში კონკრეტულად ყველა იმ საქმიანობის ჩამონათვალი და შეთავაზებებია მითითებული, რაც ხელისუფლებას ერთწლიანი მუშაობის პერიოდში შესთავაზეს. ძირითადად ყურადღება სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, სათემო კავშირების შექმნასა და საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე და დაღუპულთა ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის საფასურის
შესაგან ნაწილობრივ გათავისუფლებაზე იქნა გამახვილებული. რომელიც წარმოადგენდა 1 წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარზე 127 ლარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება, რაზედაც მათი კონტრარგუმენტი იყო ასეთი, რომ გარდა საქართველოს თრიანობისათვის დაღუპულები და მონაწილეებისათვის არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. მე მოვეფერებ ყველა ვეტერანს, მაგრამ საქართველოს თრიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახების უმრავლესობა არ იღებს ასაკობრივი პენსიას, ისინი იღებენ მხოლოდ 22 ლარს და ჩვენი შეთავაზებით ფაქტურად საშუალება იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პენსია და ასე თქვა შეღავათები გათანაბრებულიყო საქართველოს თლიანობისათვის ბრძოლების მონაწილეების ვეტერანების და დაღუპულთა ოჯახების შემოსავლებთან. კახაბერ ღლონტმა ასევე ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების მიერ სოფლებში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგები შეაფასა და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. მე მათი მუშაობას შევაფასებ დადებითად, კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოუკიდებლობით, ენთუზიაზმით და მოწოდებით, რომ ყველა დღე ცდილობენ იმას, რომ მათი სოფლის პრობლემები, მათი სოფლის მოსახლეობის პრობლემები, მათი ამორჩევლის პრობლემები გამოიდანონ სამსჯავროზე და დახმარების ხელი გაუწოდოთ, მათ გადაუწყვეტოთ შესაბამისად პრობლემები, სოციალური იქნება იგი თუ სხვა ტიპის პრობლემები. ჩვენ ფრაქციის წევრები აქტიურად მონაწილეობთ საკრებულოს კომისიის საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღებამდე არაერთხელ შეგვიხსენებია ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული საკითხების ნუსხა. აცხადებს ქრისტიან დემოკრატების ლიდერი და განსახორციელებელ თუ განხორციელებულ საქმიანობაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასმედიასთან მუდმივი თანამშრომლობის პირობასდებს. პროექტში მე მიყვარს საქართველოს გურიის სახელით ყოველსათვის საყვარელი მუსიკოსის იური ჩიხლაძის ვაჟიშვილი გიორგი ჩიხლაძე იღებს მონაწილეობას. ფინალში, რომელიც დღეს ტელეკომპანია იმედის ეთერში გაიმართება, გიორგის გურული გულშემატკივრების იმედი აქვს. ნახეთ ნათია მუქერიას სიუჟეტი. ტელეკომპანია იმედის ახალი პროექტი მე მიყვარს საქართველოს, რომელიც მიზნად ნიჭიერი, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს, რუსთაველის თეატრში ჯერ კომპოზიტორებს გამოავლენს. მთელ გურიას და ოზურგეთს საერთო ნატურა და მოლოდინია ერთიანებს. კონკრეტულად კი ფინალურ ეტაპში გადასული ოზურგეთელი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად თბილი კოლორიტი პიროვნების მუსიკოსის იური ჩიხლაძის ბიჭის გიორგი ჩიხლაძის წარმატების იმედი აქვთ. სიმღერა, რომელსაც ახალი თაობა დაერქვა, ლევან ლაზარიშვილის შესრულებით კომპეტენტური ჟიურის მოწონება დაიმსახურა. სიმღერის ტექსტი მამის იური ჩიხლაძის გახლავთ. პროექტში მონაწილეობა გიორგი მამის ხსოვნის საპატივცემულო და წარმატების იმედით მიიღო. მამამისის ტექსტზე მუსიკა გააკეთა, ალანჟირება თვითონ გაუკეთა და ძალიან კმაყოფილი და მე არც ვიცოდი რომ ამზადებდა ამ ყველაფერს და უფრო მეტად მამამისის წასვლის შემდეგ გამოხატა ეს ტკივილი რომ მამას მიუძღვნა, მამის საპატივცემულოდ გააკეთა ეს რომ შექმნა ის ალანჟირება გააკეთა მამის ტექსტზე. ნუ მე იქ პროექტის იმის მიხედვით ტექსტი შეიცვალა, მაგრამ მუსიკა გიორგის არის და გიორგის დარჩა და წერს ლექსებს. თან იმ დღეს ფინალში გადასვლის დღეს დაემთხვა ის რომ მამამისის ტრაგიკულად დაღუპვის წლისთავი იყო ზუსტად ავარიის დღე უფრო სწორად და დაემთხვა ის რომ გადავიდა ფინალში და მიუძღვა მამის ხსოვნას ეს ყველაფერი. ადგილობრივები ჩიხლაძეების ოჯახის მიმართ სითბოს და თანადგომას გამოხატავენ. გიორგის შრომის მოყვარე ნიჭიერ და დადებით პიროვნებად აფასებენ და იმედი აქვთ რომ გურულები და ოზურგეთელები SMS-ებს არ დაიშურებენ მისთვის და ამით პატივს მიაგებენ ნიჭიერი ადამიანის ხსოვნასაც. ბატონი იური ჩიხლაძეს ვიცნობდი ძალიან კარგად, ის ჩემს პატარა შვილიშვილს სალამურზე დაკვრას ასწავლიდა, ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. მის ბიჭს გიორგისაც ვიცნობ ძალიან, მინდა რომ ყველამ დაუმესიჯოს და ყველამ დაუდგეს გვერდით. გამეხარდა იური ჩიხლაძის ბიჭი რომ გავიდა ფინალში, ოზურგეთლებს მოუწოდებ რომ გიორგი ჩიხლაძეც დაუმესიჯონ. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ყველა სულ შევდივი რომ დაუმესიჯონ. იმიტომ რომ მე მგონი აქვს შანსები რომ გაიმარჯვოს. Twins მაგას მხარში ამოუდგება, მაგას უკეთეს საქმეს ვერ გავაკეთებთ. საღამოს 10 საათზე SMS-ები, ეს იქნება SMS-ებით იქნება გაგზავნა ამ შემთხვევაში და მე მინდა თქვენი ტელევიზიის საშუალებით ყველა ადამიანს მოუწოდო რომ დავეხმაროთ გიორგის ამ შემთხვევაში დაუმესიჯოთ ყველამ ერთად, რათა ღირსეული ადგილი დაიკავოს ამ კონკურსანტებს შორის. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. მას ტრადიციულად ნათია მუქერია წარმოგვიდგენს. საღამომშვიდობისა ნათია. საღამო
მშვიდობისა თამთა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და გაგაცნობთ ხვალინდელ ამინდის პროგნოზს. ოზურგეთში დღე იქნება ნაწილობრივი მზიანი, შესაძლოა წამოვიდეს ხანმოკლე წვიმა ცხერის, მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 35 გრადუსი, ხოლო მინიმალური 22 გრადუსი, იქროლებს დასავლეთის ქარი. ლანჩხუთში დღე იქნება ძალიან ცხელი, ჰაერის ტემპერატურა კი გათბება 38 გრადუსამდე, ხოლო მინიმალური დაფიქსირდება 25 გრადუსი, იქროლებს დასავლეთის ქარი. ჩოხატაურში ისევე როგორც ლანჩხუთში დღე იქნება ძალიან ცხელი, ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდება 38 გრადუსი, ხოლო მინიმალური 25 გრადუსი, იქროლებს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ჰაერის მასა. ცხელი ტემპერატურა გახდება იმისამაბი, რომ დღეები იქნება ძალიან მაგნიტური, ამიტომ სინოპტიკოსები ვირჩევენ, რომ მაქსიმალურად ვერ იდოთ გარეთ გამოსვლას. ეს იყო დღევანდელი მოკლე მიმოხილვა, გმადლობთ, რომ ჩვენთან ხართ და გვიყურებთ. ეს გახდა დღეისათვის ბოლო ინფორმაცია. მე ამით გამშვიდობებით. საინფორმაციო პროგრამა ფაქტის მთავარი გამოშვება ხვალ 22 საათზე დაგიბრუნდებათ. კარგად ბრძანდებოდეთ.